აი ეგეც მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ ნიღბებს არიან ამოფარებულები და გონიათ და შეიძლება ეგონოთ რომ მათ მართლა ვერავინ ვერ იცნობს ძალიან ბევრი ამოგვიცნია კიდეც თუნდაც ტიტუშკები თუნდაც ეს პოლიციელები თუნდაც რაღაც რო ვერ გაიგებ ტიტუშკა თუ პოლიციელი არის ნიღბიანები რომ დარბოდნენ აქციების და მართლა საშინელებებს რო აკეთებდნენ აი კადრები არავის არ ამოვა დარწმუნებული ვარ ბეხსიერებიდან გიორგი შეწირვაზე თავდასხმა რაც მოხდა შემდეგ სოციალურ ქსელში ვხედავდით ჩვენ რა თქმა უნდა ახლობლები ეგ არ დაიმალება მაგასო ეგ არ დაიმალება მათი უფროსები ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული უფროსობა შორს ვერ წავა, იცდებიან რომ წავლენ ხელისუფლებიდან აუცილებლად, მაგრამ შორს ვერ წავლენ და ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ძალიან მალე მოუწევთ ამათაც ფიქრი, მათ ქვეშემრდომებსაც, ამ ტიტუშკებსაც, პოლიციელებსაც, რომ რამენაირად თავი უნდა გადაირჩიონ, იმიტომ რომ შორს ვერ წავლენ მართლა. აი მინდა გადავიდე როგორ მივდივართ იმ პროცესებამდე, ჩვენ მეტნაკლებად უკვე ვიცით პარტიების ხედვები როგორია და პირველი სტუმარი რასაც ამბობდა, ის რაც არის დაგეგმილი 4 ოქტომბერს სხვადასხვა პარტიის მიერ მისი ერთად განხორციელებაც არის შესაძლებელი არჩევნებიც და მშვიდობიანი რევოლუციაც ერთად. ზოგადად როგორ უყურებთ ამ პროცესს? რა არის კითხვები, რომელიც ახლა გიჩნდებათ და რამდენად შეიძლება აქ ახლა ოპოზიცია კარგად გამოიყურებოდეს ამ პროცესში? იცით, კითხვა არის ძალიან ბევრი და კითხვა არა მარტო ჩვენ გვიჩნდება, უჩნდება საქართველოს მოსახლეობის 95%-ს ეგრე მგონია და არა შეიძლება მეცაც, იმიტომ რომ მგონია რომ 1-2% საზოგადოების არის დაკავებული ამით, აი პოლიტიკური პარტიები, აი ესე რომ ვთქვათ უბრალოდ და ეს სოციალური ქსელები, სოციალური აქტიური ადამიანები არიან დაკავებულები ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლით, ოპოზიციური პარტიებიც ამით არიან დაკავებულები, სამწუხარო არის ეს რეალობა, რომ ამას დღეს ჩვენ უყურებთ, დანარჩენი მოსახლეობა, მათ შორის ჩვენ, ვისაც არ გვინდა ამაში მონაწილეობის მიღება, ვართ ოფსაიდში. ჩემი აზრით, მთავარი სამუშაო უნდა იყოს იმაზე, რომ დაქსაქსულობის მაგივრად და ერთი ერთს ოლაპარაკოს მეორეს, მესამეს, ანუ უკვე ორი მხარეც აღარ ოპოზიციაში, ბევრი მხარე გაჩნდა. როგორ ხო, იცით რა, ფაქტობრივად შეუძლებელი, მაგრამ რაღაცნაირად პოლიტიკოსი როცა ხარ, ამხელა გამოცდილებით. უნდა შეძლო ეს, რომ რაღაცნაირი კონსოლიდაცია დაჯდე, მართლა დაილაპარაკო იმაზე, როგორ შეიძლება ამ რაღაცეების განხორციელება, კონსოლიდაცია და არა ერთი ლაპარაკო და მეორე. 100-თა სხვადასხვა ოპოზიციაში რომ უნდა იყოს და დემოკრატიულ პროცესს ეგ რომ მოსდევს, ეგ არის ბუნებრივი, მაგრამ ჭამაში არ უნდა გადადიოდეს და ეგოებში და მარტო მემეს ძახილში არ უნდა გადადიოდეს ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენი ძირითადი ამოცანა ჩემი აზრით უნდა იყოს ყველაფრის მოხმარება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ის, სანამ ქართულ ოცნებას გაუშვებთ, ნაკლები იყოს ის, რაც ამ ბრძოლაში ამოგვეღობება წინ და რაღაცნაირად წინაღობა იქნება და ეს წინაღობა ძალიან ხშირ შემთხვევაში არის ეს ტალახის სროლა, ეგოები და მე ამის გვერდით არ დავდგები, პირობითად ოპოზიციაშიც გაჩნდა ეს, რომ აი რაღაცა აქტივისტებშიც მაგალითად არის ეს რაღაცა მოცემულობა, მაგრამ ეგ უნდა იყოს, რომ კი არ უნდა იყოს რაღაც არარელევანტურ თემებზე საუბარი და მუდმივად რაღაცა მოწყვეტილობა და უცებ ვიღაცის არაადეკვატური გამოხტომის გამო პირობითად თუნდაც სოციალურ ქსელში ზიანდებოდეს მთელი პროცესი, უნდა იყოს ძირითადად მიმართული ყველაფერი იმაზე, რომ პროტესტს მოხმარდეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემი შეხედულებით პროტესტით შეიძლება ამის ერთი რაღაც მომენტი იქნება, კონკრეტული მომენტი, გადამწყვეტი, როცა ადამიანები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და უნდა გადავწყვიტოთ მართლა რა ვშვებით, როგორ ვშვებით და რომ ცვლით ამ ხელისუფლებას ეს ქუჩაში უნდა გადაწყდეს მაინც საბოლოო ჯამში, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში, ძალიან თუ გაუქმებული არ არის, ძალიან უმძიმეს მდგომარეობაშია და არანაირი ევთოოდირის მოწვევა ჩემი ეს თამას არ უშველის და ჩემი აზრით უნდა მოხმარდეს ყველაფერი იმას, რომ რაღაცნაირად კამპანია ჩატარდეს, რომ ვიაროთ ადამიანებთან თბილისსაც გაცდეს ეს ყველაფერი და რეგიონებშიც მართლა ის კი არა, რომ რეგიონებში დავდივარ და 2 კვირა ისვენებდეს ეს გადაწყვეტის წინააღმდეგი როგორც ხედავთ არც ისინი არიან ვინც არჩევნებშიც ასევე ეგ მისასალმებელია ერთიანობის კონტური როცა იკვეთება მისასალმებელია მე კითხვა მაქვს ორივე შემთხვევაში რა გზებით საერთიეს პარტიებმა რა ხდება 5 ოქტომბერს ან როგორ ხედავენ ისინი ეს ცოტა არის ასე ვთქვათ გაუგებარი იმიტომ რომ თუ 4 ოქტომბერს იწყება პროცესი და 4 ოქტომბერს მთავრდება თუ კი არ დამთავრდა რა ხდება ამით ეგეც არასწორი კითხვებს